სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დავიწყეთ ამას ენებზე 68-ვე ნაწილი, სამი კითხვა განვიხილეთ. რამოდენიმე ვსტოვებ ხოლმე უკვე, იმიტომ რომ აშკარად გვაქვს ჩვენ ორჯერაც გამეორებული კითხვები და რამოდენიმეს ჩვენ გადავახტებით და ვაკეთებთ კონცენტრაციის ისეთ კითხვებზე, რომელიც არ ყოფილა. რომელიც თქვენ არ მოგისმენიათ. ეს კითხვა საერთაშორის მე მგონი არ ქონია. ამდენ კითხვებში წარმოიდგინეთ, ამდენი წელი გავიდა უკვე რაც ბატონი ჯონი ამას იხილავს და ეს ეხება შვილის გაჩენას ამ ცოდვილ სამყაროში. და ეს საერთაშორის ძალიან აქტუალური ხდება ქრისტიანებისთვის და კი პავლე მოციქულიც თავის წერილებშიც გვაფიქრებს ამაზე, ხო, ქორწინებაზეც კი. რომ უკვე დრო იწურება და უკვე ქრისტიანობაში ცოტა სხვა დატვირთვას იძენს უკვე გამრავლება. მიუხედავად ამისა, ჯონ მაკარტურის შეხედულება ნახეთ როგორი არის ამ საკითხთან დაკავშირებით. კითხვის დამსმელი ახალგაზრდა თეთრი ანგლოსაქსია, რა თქმა უნდა, მათში არის ეს უფრო და ემიგრანტებში ნაკლებია ეს კითხვები, იმიტომ რომ ემიგრანტები მოდიან ისეთი ტრადიციებიდან, სადაც გამრავლება ისევ ძველებურად იგებენ, ძალიან ბევრი ემიგრანტი ცდილობს, რომ იყოლიან შვილები, მაგრამ ეს სურათიც იცვლება. და ძალიან ბევრი ქრისტიანი ახლა შეიძლება დაქორწინდეს, მაგრამ შვილები აღარ იყოლიოს. ამაზეც არის ლაპარაკი. ან კიდე საერთოდ არ დაქორწინდეს, ხო, გააჩნია უკვე სიტუაციასაც. ამ ტკივილითა და ტანჯვის სავსე წუთის სოფელში რა აზრი აქვს შვილის ყოლას? მე ესე დავასათაურე და ამას სვავს ჯოი. გამარჯობათ, მე ჯოი მქვია, გამარჯობა ჯოი. ტკივილითა და ტანჯვით სავსე სამყაროში, სადაც ბევრი ჯანმრთელობის პრობლემებია და ეს რეალური შესაძლებლობაა, რომ ბავშვი ცოდვაში ჩავარდეს. გააჩინოს თუ არა მორწმუნე ბავშვი ამ ქვეყნად და ჯონ მაკარტური ახლა შლის ამას უფრო და უფრო მეტ დატვირთვასაც აძლევს. ესე იგი, რატომ უნდა გააჩინოს მორწმუნე ბავშვი ამ ქვეყნად? და თქვენ ამბობთ იმის გამო, რომ არსებობს ეგზისტენციალური შესაძლებლობა, რომ ეს ბავშვი ჯოჯოხეთში მოხვდეს, არა? თუ ბოლომდე გავშლით ჩვენ ამ ფრჩხილებს, ალბათ ამას გულისხმობთ, ხო? და მე მგონია, რომ ეს არის კითხვის არსი. და საუკუნის განმავლობაში ქრისტიანები ამას ყოველთვის ებრძოდნენ, განიხილავდნენ ამ კითხვას და ფიქრობდნენ ამ კითხვაზე. ჩვენ ვამბობთ ამას, უბრალოდ უფალი ამბობს, ინაყოფიერეთ. გამრავლდით და ავსეთ დედამიწა მისი დიდებისათვის. ეხლა ეს ძალიან საინტერესო შემდეგ საკითხს ბადებს ამის შემდეგ. იმიტომ რომ თქვენ არა გაქვთ გარანტია, რომ ეს ბავშვი, რომელსაც თქვენ გააჩით ამ ქვეყნად და მოიყვანთ, ხომ, მორწმუნე გახდება. მაგრამ მე მჯერა, რომ ნებისმიერი ბავშვი, რომელიც საბოლოოდ მოდის ამ ქვეყნად, ასე თუ ისე, მაინც დიდებას მოუტანს ღმერთს. შესაძლოა ეს იყოს ღვთის დიდება, რომელიც მისი რიცხვის გამოვლენებაშიც კი აღესრულება. ჩვენ ხო ვილაპარაკეთ, რომ ღმერთი თავის რისხვაშიც თავის დიდებას ავლენს. შესაძლოა ეს იყოს ღვთისდება, რომელიც მისი მადლით გამოვლინდება. თუმცა წმინდა წერილში გვაქვს ეს დაპირება, რომ თუ ბავშვს ჩვენ იმ გზით ავხსრდით, რომლითაც მან უნდა იაროს და რომელიც მითითებულია ამ წმინდა წერილში, როცა ის დაბერდება და მოხუცდება, ამ გზას არ გადაუხვევს. მორწმუნეებისთვის შვილის ყოლის მთელი იდეა ჭეშმარიტების თაობიდან თაობაში გადაცემაა. როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს ჭეშმარიტება, არა აქვს მნიშვნელობა ჩვენი მშობლებისაგან, სხვებისაგან, საიდან მივიღეთ, ჩვენი მოვალეობა გადავცეთ ეს მომავალ თაობას. ეხლა ბავშვებთან მიმართებაში არ გსურთ, რომ ზედმეტად ფატალისტურად, ეგზისტენციალური დამოკიდებულება გქონდეთ, როგორც მორწმუნე წყვილს მაგალითად, რომ ღმერთმა მოგვიწოდა, რომ შემდეგ თაობას უბრალოდ ეს ჯობია, რომ ესე შეხედოთ ამ საკითხს. ღმერთმა მოგვიწოდა, რომ შემდეგ თაობას ჭეშმარიტება გადავცეთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ შვილების გაჩენით და მათი უფალზე მინდობით, რომ უფალი იზრუნებს მათთვის, ასევე ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შეგონებით ავზარდოთ ისინი, მათი ხსნისათვის ლოცვით და მათ ცხოვრებაში ჩავნერგოთ სახარება. მათი ხსნის გულისათვის ჩვენ ღმერთს ვენდობით, რომ მისი მიზანი აუცილებლად საბოლოოდ აღსრულდება. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ვერანაირად ვერ გააკონტროლებთ მათ ბედს და თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი არც ერთი არსების, არც ერთი ადამიანის საბოლოო არჩევანზე და მათ მიზნებზე.
ეს მათი ინდივიდუალური გადასაწყვეტი იქნება და მათზე იქნება პასუხისმგებლობა. მაგრამ თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ მაქსიმალურად მიიტანოთ მათ გულამდე, მათ გონებამდე, მათ ყურამდე ის, რაც თქვენ გადმოგეცათ და თქვენ მიიღეთ, რაც დაიჯერეთ. ასე რომ თქვენ ვერ შეცვლით ღვთის საბოლოო გეგმას, ღვთის საბოლოო მიზანს. მაგრამ ის გეგმაში, განსაკუთრებით მორწმუნეების ღვთისმოსავი შვილებს, ყველანაირად ცდილობენ რომ აღზარდონ ამ რწმენით. და გახსოვთ პავლე რას წერს ტიმოთეს. აჰა, ქალები გადარჩებიან შვილის გაჩენითო. და გადარჩებიან იმ სტიგმისაგან, რომ მათ მიერ შემოვიდა კაცობრიობაში წყევლა. შვილების გაჩენით გადარჩებიანო, თუ ისინი მათ სიწმიდით და ღვთისმოსავობით ახსდიანო. ამიტომ, როდესაც ბავშვის გაჩენას გადაწყვეტებთ, უნდა იფიქროთ, რომ ბავშვის გაჩენა მხოლოდ დასაწყისია მთელი ცხოვრების მანძილზე იმ ვალდებულებისა, რომ ეს ბავშვი ქრისტეს შემეცნებამდე მიიყვანოთ. სინამდვილეში თქვენ ქმნით ყველაზე ინტიმურ მისიონერულ საქმეს. ეს არის ყველაზე დიდი ინტიმური მისიონერული საქმე ღმერთის გეგმაში. თქვენ შვილებს აჩენთ არა იმისთვის, რომ თქვენ შვილებს კიდევ რაღაცა ახლებურად წარმოაჩინოთ, არამედ იმისაც, რომ თქვენ მის მიერ რწმენით მიღებული ჭეშმარიტება გადასცეთ ამ თაობას. რათა ისინი იყვნენ ერთი კიდევ დამატებითი ხმის ნაწილი, რომელიც დიდებაში ალელუიას გუნდს შეემატება. წმინდა წერილი სავსეა ღვთისგან ერთგული მშობლებისადმი მიცემული დაპირებებით და აღთქმებით. და ღვთის კურთხევა ამ ერთგულ მშობლებს გადაეცემა. ასე რომ ეს არის ღვთის გეგმა და ღვთის მიზანი, მაგრამ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის მიზანს ერთგული ადამიანის მეშვეობით. ჩვენ ვიქნებით ამაში მონაწილენი. არ მინდა ასე რომ არ უნდა იყოთ რაღაც ფატალისტურად იფიქროთ, რომ მე ბავშვი მეყოლება, რადგან ბავშვი მინდა და რაც არ უნდა გააკეთოს ღმერთმა ამ ბავშვთან, ის გააკეთებს ყველაფერს. და მე თითქოს და არ მაქვს არანაირი როლი. არამედ თქვენ უფრო უნდა თქვათ, ჩვენ ბავშვი გვეყოლება და ჩვენ ცხოვრებას ამ ბავშვისათვის ღვთის დიდებისა და პატივისცემისათვის მიუძღვნით. და ღმერთი პატივისცემს მერე ამ ვალდებულებას და ამ ლოცვას. მადლობა მოსმენისათვის.